82 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. რომ სადაც მართლა 82 წლის ჩემპიონატი რა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი არის ყველაზე რთული ჩემპიონატი ფეხბურთში რა. არის ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი და ოლიმპიადა. ხო, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი მაინც ძალიან დიდი ტვირთია რა, როდესაც ხვდები მსოფლიო ჩემპიონატის შეერთებში და გადიხარ უკვე ესე ფინალურ ეტაპზე, ძალიან სანერვულოა, როდესაც მოედანზე გადიხარ და ნუ ჩვენ კაი გუნდი ვიყავს საერთოდ მაგრები, კაი გუნდი იყო, მაგრამ მანდი იყო რამოდენიმე ჩემი აზრით, ჩემ გადასახედიდან ახლა, რომ ორი ფეხბურთელი, რომელიც ისე იგი დატოვა ერთი ყიფიანი, ერთი გუცაევი. ხო, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები არიან და იყვნენ და არიან და იქნებიან ყოველთვის ჩემ გულში, იმიტომ კი არ ვამბობ ამას. ვამბობ, იმიტომ რომ ის საქმიდან გამომდინარე და იქ სიტუაცია გამომდინარე. ესენი რო ყოფილიყონ, ჩვენ ფინალამდე მივიდოდით რა. ჩვენ თამაშობდით პოლონეთთან, ესე იგი თამაში. ესე რომ სადაც ესე იგი ჩვენ ესე იგი აუცილებლად მომგვებო და პოლონელებს ყოფილდა მაშინ ეგეთი სისტემა იყო. პოლონელებს ყოფილდა ნიჩია. ყოფილდა და აქედან გამომდინარე, იქ იყო გუცეებს და დათოს თამაში იყო რა. და მით უმეტეს წვრილებმა დაგვაყენენ 5 თუ 6 დამცველი დაგვაყენენ რა. და მთელი 2 ტაიმის განმავლობაში დამცველი ვიყავი მე და ერთი მომენტი მე მქონდა, ის მომენტი არ გონია. უკინდამ თამაშობდით, აქ იყო ტაქტიკური შეცდომა იყო წვრილების მიმართ და არასწორად მოიქცნენ, როდესაც არ წამოიყვანენ და დატოყიფიან და ვაგუცერო არ წამოიყვანენ და მე ვიტყვი ესენი რო ყოფილიყონ ჩვენ ფინალამდე მივიდო, იმიტომ ძალიან მაგარი გუნდი იყო. წარმომიდგენია თვითონ დატოყიფიანისთვის და ბატონი ვოვარსთვის როგორი გულგასაწყვეტი იქნება. ეს საწყენი რა იყო, მაგრამ შენ ხმას ვერ იღებდი, ჩვენ კი ვიყავით 4 ფეხბურთელი. თქვენ ჩივაძე, შენგელია და ტარასელია. კი ვიყავით 4, მაგრამ ხმა იქ ვერ ამოიღებდი იმას, არ ვერ იტყოდი რომ ეს რატო მოგე ეს სხვა სიტუაცია იყო და ბატონო თენგიზ ზუსტად მაგის გამო ხო არ დატოვეს გუცაევი და ყიფიანი რომ ბევრი ქართველი არ ყოფილიყო. ახლა 6 ქართველი უკვე ჟღერს. ხო, არ მე სიმართლე გითხრა მაგ საუბარი იყო ნაგრების ხელმძღვანელობაში რა. იყო ხო? კი. ეხლა საწყენი კიდე ის არის, ეხლა ვიც არის ეს ბევრს არ ეცოდინება. ისეთი ფეხბურთელი და მაგარი ბურიაკი იყო, მაგარი ფეხბურთელი. მაგრამ ქონდა კაც ფეხი მოტეხილი. და ფეხი მოტეხილი კაც წამოიყვანენ და ჯამთელი კაცი გუცაევი და დატოყიფიან და დატო ნუ ეგ თან ფორმის პიკში მყოფი ორივე. ორივე რა და ორივე ისე იმ თამაში რო ყოფილიყო პოლონეთთან 100% მოგებული ქონდა რა.